რაზმი განლაგდა დაახლოებით ეკლესიის ტერიტორიაზე პარლამენტის კუთხეში. ჩვენ ვიყავით ხალხის ნაკადი დაახლოებით აქედან იწყებოდა, რომელიც ყოფილი ფოსტის შენობის ტერიტორია, ედისონის ტერიტორიამდე ადიოდა, ეს დაახლოებით არის 30-40,000 ადამიანი. საპროტესტო აქციის მონაწილე ლაშა ხუსკივაძე დეკემბრის იმ დღეს იხსენებს, როდესაც რუსთაველის გამზირზე გაფრქვეული დიდი რაოდენობით ეგრეთ წოდებული ცრემლსადენი გაზი შეისუნთქა. იმ დღეებში დემონსტრაციაში განსაკუთრებით ბევრი მოქალაქე მონაწილეობდა. არ შეიძლება ხუთავი აირის გამოყენება განსაკუთრებით მჭიდროდ მყოფი ადამიანების წინააღმდეგ, იმიტომ რომ ეხლა როგორ წარმოგიდგენიათ, აი ამ ტერიტორიაზე 30-40,000 ადამიანი რა სიმჭიდროვე შეიძლება ყოფილიყო, რადგან მან შეიძლება გამოიწვიოს ჭყლეტვა, სიკვდილიანობა ადამიანის და თუ ვინმეს ქრონიკული რაიმე დაავადება აწუხებს, მათი გამწვავება. ხელისუფლებამ ეს არანაირად არ გაითვალისწინა და აი ამ ადამიანებში პირდაპირ შუაში, რაც შეიძლება მეტი ეფექტისთვის შუაში ხუთავი აირის ბალონები ჩაყარა რა. სწორედ ცრემლსადენი გაზის ზემოქმედებას უკავშირებს დემონსტრანტი ჯანმრთელობის პრობლემებს, თავბრუსხვევას, თავის ტკივილსა და გამუდმებულ ხველას, რომელსაც ამ დრომდე ვერაფრით უმკურნალა. ცოტა ხნის წინ გაიგო, რომ მსგავსი სიმპტომები აქციის ათეულობით სხვა მონაწილესაც აღენიშნება. 800 ადამიანამდე გამომეხმაურა Facebook პოსტზე, რომლებსაც აღნიშნული პრობლემები აწუხებთ. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მოვახდინოთ კოორდინაცია და საერთო სარჩელით მივმართოთ სასამართლოს. სამართლებრივი დავის დაწყებამდე კი სპეციალისტების შეფასებით იმ დემონსტრანტების სიმპტომების აღწერა და კვლევაა საჭირო, რომლებსაც ქიმიური მოწამვლის შედეგად სხვადასხვა სახის ჩივილები აღენიშნებათ. მონაცემებს ექიმები საკუთარი ინიციატივით უსასყიდლოდ აგროვებენ და სწავლობენ. არის ბევრი ადამიანი, ვისაც სისხლდენა აქვს, ვისაც ხველა აქვს ახანგრძლივებული, ვისაც აქვს თვალის პრობლემები, ვისაც აქვს მუცლის ტკივილები და ასე შემდგომ. ჩვენ გვინდა რომ ზოგადად შევაფასოთ ეს პაციენტები. ქიმიური საშუალებები დაზარალებულთა აღრიცხვა სპეციალისტებმა დეკემბერში წამოიწყეს და ინფორმაციის შესაგროვებლად სპეციალური კითხვარი შეადგინეს. იანვრის დასაწყისში ინტერნეტში ჩაშვებული ეს კითხვარი ამ დროისთვის უკვე ასეულობით დაზარალებულმა შეავსო. 300-ზე მეტი ადამიანი არის უკვე ვინც შეავსო ჩვენი კითხვარი და ამ 300-ზე მეტ ადამიანს ჩვენ დაუკავშირდებით, ვინც თანახმა იქნება რომ ჩაიტაროს უკვე გამოკვლევები. თუ სიტყვაზე ხველა იყო დასაწყისში სადღაც 220 ადამიანთან, ეხა იყო ბოლოს რაც შევხედე 155-თან. ანუ ერთი თვის მერე თან ეს მინიმუმ ერთი თვე მაინც არის გასული, მიმიხვდით ხომ? ასე რომ ანუ მე არ მოველოდი რომ ამდენი ხანი ჩივილები ადამიანებს ექნებოდათ, დარჩებოდათ და ნუ ფაქტია რომ საინტერესოა თვითონ ფილტვების მხრივ, გულის მხრივ, სისხლის მხრივ და ასე შემდგომ რა ცვლილებები არის, ეს ჩვენ ვნახოთ. იქიდან გამომდინარე რომ თავისებური ნაერთი არის და მისი გამოყენება როგორც წესი დიდი რაოდენობით არ შეიძლება, კარგად დოკუმენტირებული, სამეცნიერო ასე ვთქვათ საზოგადოებაშიც არ არის როგორი ეფექტი შეიძლება გქონდეს გრძელვადიანად. შესაბამისად, გარდა იმისა, რომ ჩვენთან არის მნიშვნელოვანი რომ ეს ადამიანებმა იცოდნენ რა პრობლემას ქმნის, ასევე ზოგადად არის მნიშვნელოვანი რომ სამეცნიერო საზოგადოება უფრო მეტად ინფორმირებული იყოს და ეს მასალა ასე ვთქვათ გამოაქვეყნოთ. მონაცემთა შეგროვების ეტაპი თვის ბოლოს დასრულდება. მეორე ეტაპი უკვე პაციენტების დეტალური კვლევაა. სამედიცინო დარგობრივი ასოციაციის პრეზიდენტი მანანა ჯებაშვილი იმ სიმპტომებზე საუბრობს, რომლებიც შევსებული კითხვარის მიხედვით დემონსტრანტებს ყველაზე ხშირად აღენიშნებათ. ყველაზე მნიშვნელოვანი აქედან მაინც იყო სისხლდენები. ეს სისხლდენა არის ძალიან ცუდი ფაქტორია სისხლდენა და ცუდი სიმპტომია, ვინაიდან მიუთითებს იმაზე, რომ ტოქსინი სისხლს ათხიერებს საკმაოდ და სხვა ადგილებიდან იწყება სისხლდენა. იყო როგორც ცხვირიდან სისხლდენა, ასევე მაგალითად ერთ-ერთმა აქციის მონაწილემ აღებინა სისხლი. ნოემბერსა და დეკემბერში აქციაზე გამოყენებული ქიმიური ნივთიერებების შესახებ ინფორმაციის მოპოვება ექიმებმა სახელმწიფო უწყებებისგან სცადეს, თუმცა უშედეგოდ. რამდენჯერმე მიმართეთ ესე იგი მას ხანჯანდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და ვერსაიდან ვერ მივიღეთ
თუ რა არის აი ამ ტოქსიკური აირის აქტიური ნივთიერების ქიმიური ფორმულა. არ გასაიდუმლოებულია ეს ამბავი. არ გვაქვს ინფორმაცია. ეს ჩვენ გაგვიადვილებდა დეტოქსიკაციის პროცესის ჩატარებას და ამხელა ამბავი არ დაგჭირდებოდა. მაგრამ ძალიან საკვირველია, იცით, 9 აპრილს კომუნისტების დროსაც კი საქართველოს ხელისუფლება ცდილობდა, რომ CS-ის შემადგენლობა გაეგო და მოსკოვმა არ მისცა ხელმისაწვდომობა ამ შემადგენლობაზე. როდის რა გართულებას გადავაწყდებით, არავინ არ იცის. იმ ჭურვებიდან რაც ამოვიკითხეთ, ეს არის აი CS ტიპის გაზი, მიეკუთვნება ის ამ ლაკრემატორებს, ან ოცრემსადენ გაზებს, რომელიც გამოიყენება პირველი მსოფლიო ომიდან ჯერ კიდევ ომში მისი გამოყენების აკრძალვის ასე თქვა შეთანხმებაც არის, უბრალოდ მცირე კონცენტრაციებით და მცირე რაოდენობით გამოიყენება იგივე დემონსტრანტების დაშლის დროს, მაგალითად იგივე ეგვიპტეში იყო გამოყენებული 2011 წელს, თურქეთში 2013 წელს და არის თქვათ აი მძიმე დაზიანების ფაქტები ეგვიპტეში, მაგალითად ადამიანის სიკვდილის შემთხვევებიც იყო ამ გაზის გამოყენებასთან დაკავშირებით. ალერგოლოგ იმუნოლოგი გიორგი კამკამიძე კიდევ ერთი ექიმია, რომელმაც 60-ზე მეტი დემონსტრანტის გამოკვლევაზე იმუშავა. პირველ რიგში ეს არის იგივე სასუნთქი გზების ლორწოვანის დაზიანება, რენტგენოლოგიურადაც აი სპიროგრაფიულად ჩანს, რომ იყო ბრონქიტი გამოწვეული ამ ნივთიერებებით, ანუ ბრონქების ანთება, ზოგიერთ შემთხვევაში იყო ასევე ფილტვების ანთება, ანუ პნევმონია, რომელიც უშუალოდ თქვათ აი ფილტვის დაზიანებით და შემდეგ უკვე ზემოდან ბაქტერიული ინფექციის დართვით იყო გამოწვეული. ხშირია ძალიან აი ესეთი სიმპტომებს აღნიშნავენ პაციენტები, როგორც არის აი ქოშინი, დაღლილობა, სტვინავის სუნთქვა, ასევე აი სპაზმური ხველა, აი უმრავლეს შემთხვევაში ასეთ სიმპტომებთან თან გვაქვს საქმე. ასევე აი ძალიან ბევრი აღნიშნავს თავის ტკივილს, თავბრუს ხვევას და თუ კი ეს გაგრძელდა, რასაკვირველია, დაგვჭირდება ჩვენ ინსტრუმენტული გამოკვლევაც თავის ტვინის, დღეების და ზოგჯერ კვირების განმავლობაში ღრძილებიდან სისხლდენას აღნიშნავენ იგივე თქვათ აი ამ პერიოდის განმავლობაში, რაც აი ასევე შემდგომ დაკვირვებას მოითხოვს. ჩემი კომპეტენციის ფარგლებში, თქვათ ალერგოლოგიური კუთხით, რასაკვირველია, დანიშნული იქნა გარკვეული პრეპარატები. ეხლა მყავს ზუსტად დაკვირვების ქვეშ ის პაციენტები, რომლებსაც ამ აქციის პერიოდში ჩაუტარეთ კვლევები, დაენიშნათ გარკვეული მკურნალობა და რასაკვირველია, მუდმივ მონიტორინგს განვახორციელებთ. როგორც სხვადასხვა კლინიკის ექიმებმა გვითხრეს, დემონსტრაციებზე ქიმიური ზემოქმედების კვლევის პროცესში ძალების გაერთიანებასა და მონაცემების გაცვლასაც გეგმავენ. კვლევის საბოლოო შედეგები კი გაზაფხულზე გვეცოდინება.